ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ტეკანოზი საბაჭი გაიცეთ ელამშვიდობისა მამასაო დაგულოცეთ და მადლობს. თემა რომელზეც დღეს თქვენთან ერთად გვინდა ვისაუბროთ, ცხადია არაერთხელ ყოფილა ჩვენს გადაცემაში და ალბათ ბევრჯერაც იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სულიერ ცხოვრებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში და ეს არის მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა. ცხადია ასევე არაერთხელ დაგვისვამ საკითხი და მათ შორის გუშინ საუბრობდი ჩვენ რომ შეუძლებელია ქრისტიანის წინსვლა, განვითარება და ცხოვრებაზე ფიქრი ეკლესიის გარეშე და სწორედ ამ გზაზე მნიშვნელოვანია მოძღვარი, სულიერი მოძღვარი. საერთოდ დავიწყოთ იმით როგორ უნდა შეირჩეს მოძღვარი, აი როგორ შეიძლება ახლა გვისმეს ადამიანი ფიქრობს, ახლა მარხვა დაიწყებოდა მარხვაში განსაკუთრებით აქტიურობენ, კარგია. როგორ შეარჩიოს მოძღვარი ადამიანი და შემდგომ უკვე ეს ეტაპები, ასპექტები გავიაროთ თუ რა არის მნიშვნელოვანი სულიერ ცხოვრებაში მოძღვართან ურთიერთობაში. უაღრესად მნიშვნელოვანი თემა, მე როდესაც მოვახულმე ახალი ადამიანი ეკლესიაში თქვა. ეკლესიური ცხოვრების სურვილი ვეუბნები ხოლმე ესე პირობითად რა თქმა უნდა სამ ნაწილად ჩამოუთვლი ხოლმე ეკლესიური ცხოვრების კომპონენტებს და ეს არის პირველი რასაც ვეუბნები სულიერი მოძღვრის შერჩევა და მასთან გულსველი და ხშირი ურთიერთობა. მეორე ვეუბნები ჩართულობა ლიტურგიკულ ცხოვრებაში თავისი ყველა ასპექტით, თავისი აღსარებით, ზიარებით, წიროულწოზე სიარულით და ასე შემდეგ და მესამე რასაც ვეუბნები ხოლმე ეს არის პირადი სულიერი ღვაწლი, ლოცვა და მარხვა. და ყოველთვის ხაზს უსვამ რომ ამ სამში პირველი მაინც არის სულიერი მოძღვრის არჩევა, იმიტომ რომ სულიერი მოძღვრის გარეშე რო აკეთო ის დანარჩენი ორი წყალში ჩაგეყრება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არაკავს გზამკვლევი, არაკავს ადამიანი, ვისაც შენ სულს მიანდო, ვისაც შენ დაემორჩილებ. სულიერი მოძღვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. სულიერი მოძღვარი არის ადამიანი, ჩვენ ხო ყავს ადამიანები, ვისაც ვირჩევთ, ადამიანები, ვისაც ვერ ვირჩევთ, ხო? მაგალითად მშობლები. მაგალითად მშობლები, დედმამიშვილები, ხო, ნათესავები, ჩვენ მათ ვერ ვირჩევთ, წინაპრები, რა თქმა უნდა. სამაგიეროდ ვირჩევთ მეგობრებს, ვირჩევთ მეუღლეს და მათ შორის ვირჩევთ ისეთ უნიშნელოვანეს ადამიანს ჩვენ ცხოვრებაში, როგორიც არის სულიერი მოძღვარი. იონე კროპირი გვეუბნება ჩვენ რომ რჩევას გვაძლევს, ნუ აჩქარდებიო სულიერი მოძღვრის არჩევაში. ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, იმიტომ რომ ის ვისაც შენ სულიერ მოძღვარს დაარქმევ, ხდება მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენ ცხოვრებაში. ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტ ნდობას უცხადებ. ადამიანი, რომელსაც ეუბნები, რომ შენ ჩემს თავზე მეტად გენდობი. და მოდება დავფიქრდეთ, ახლა ბევრია ჩვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვისაც ჩვენზე მეტად ვენდობით, საკუთარ თავზე მეტად, არა ხო? მე ესე რამოდენიმეჯერ ხუმრობით მithქვამს კიდევაც გადაგებაში მრევლისთვისა, რომ მოძღვარს შეხვდები, უნდა შეეკითხო, როგორ ავარო, როგორ ახარკია. ან მოძღვარმა უკეთესად იცის. ხო, იმიტომ რომ უნდა იცოდე შენ და გჯეროდეს, რომ იმან უკეთ იცის შენი სულიერი მდგომარეობა, ვიდრე შენ თვითონ. ნუ ესე უნდა იყოს კარგ შემთხვევაში. კარგ შემთხვევაში, სწორ შემთხვევაში ასე უნდა იყოს. იმიტომ რომ მოძღვართან ჩვენ ვიხსნებით ბოლომდე. ეხლა ნახეთ როგორ არის ღმერთს მოწყობილი ჩვენ ერთმანეთს ფიქრი არ ვიცით, ხო? ერთმანეთის საქმეს ხედავთ, ერთმანეთის სიტყვა გვესმის, მაგრამ ერთმანეთის ფიქრი არ გვესმის, ხო? ეს განგებ გააკეთა ღმერთმა, იმიტომ რომ ადამიანის გონებაში სამწუხარო ძალიან ბევრი ცოდვა და სიბინძური ტრიალებს და ეს ყველაფერი სულ არ არის საჭირო რომ გარეთ ჩანდეს, ხო? ადამიანს გარეთ გამოაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის, ანუ სიტყვა და აქცევს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რასაც ჩათვლის საზოგადოებისთვის მისაღებად, ხო? და გამოსატანად. დანარჩენი 1000 სიბინძური ტრიალებს ჩვენს გონებაში დღის განმავლობაში. 1000-იც ალბათ ძალიან ცოტა, ახლა ამის სათქმელად, ხო? უამრავი ფიქრი ირევა ადამიანის გონებაში. ნახეთ, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში რაღაცა გარკვეული ეტიკეტები გვაქვს, ხო? რაღაცა ნორმები გვაქვს, რაღაცებს ვიცავთ, რომ ვიცით ქცევის წესები, ვიცით ურთიერთობები, ვიცით რა ვთქვათ, როგორ ვისაუბროთ. როგორია ჩვენთვის კომფორტული ადამიანი? კომფორტული ადამიანი არის ის, ვინც არის ჩვენთან ურთიერთობაში გულწრფელი, ხო? და ამ გულწრფელობასთან ერთად თუ კეთილგანწყობაც იგრძნობა, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უკეთესი. ნახეთ, ჩვენ ყველას ვენდობით, ჩვენ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ამ გულწრფელობასაც გამოვხატავთ, მაგრამ
არის რაღაცა, რასაც ჩვენ არ ვამბობთ. ეს არ არის, თქვათ, ტყუილი, ჩვენ კი არ ვატყუებთ ერთმანეთს. როდესაც ბოლომდე გულწრფელები არ ვართ, უბრალოდ ვთვლით, რომ ეს არ არის აუცილებელი, რომ ბოლომდე ილაპარაკო ყველაფერი ის, რაც ჩვენს გულში და ჩვენს გონებაში ხდება, ხო? იქიდან გამომდინარე, რაც გვთქვი, ხო? ერთადერთი ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში, ვისთანაც ჩვენ არ ვზომავთ სიტყვებს, ფიქრებსაც კი არ ვფიქრობთ, რა ვთქვათ, რა არ ვთქვათ, რა გამოვიტანოთ, რა არ გამოვიტანოთ, ვისაც ჩვენ ფიქრის დონეზეც კი ვეხსნებით და მათ შორის ყველაზე ჭუჭყიანი და ბინძური ფიქრების დონეზეც კი ეს არის ჩვენი სულიერი მოძღვარი. ანუ რა გამოდის აქედან? სულიერი მოძღვარი არის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად გვიცნობს ჩვენ, ხო? ღმერთის შემდეგ რასაკვირველი. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ასე. ჩვენ გამოუცხადეთ მას ეს უპირობო ნდობა, რომ აი მე შენ გენდობ ყველაზე მეტად. შენ გთვლი და იმ ადამიანად, ვისაც შეუძლია რომ ხელი ჩამჭიდოს და ის გზა გამატაროს, რომელსაც თვითონ გადის და უკვე გავლილიც აქვს რაღაც გარკვეულ წილად. და მიმიძღვეს ქრისტესკენ, ანუ შენ ხარ ჩემი გზამკვლევი ქრისტეს სასუფეველში. შენ უნდა გამოცნო მე ქრისტე, შენ უნდა შემაყვარო ქრისტე, შენ უნდა მატარო ამ გზაზე. შენ უნდა მომცე შენიშვნა, შენ უნდა მომცე საყვედური, თუ კი მე აქ რაღაცას წავიბურძგებ. და შენ ის ადამიანი ხარ, ვისგანაც მე ამ საყვედურს მივიღებ. სასჯელსაც მივიღებ, თუ კი ამის ღირსი ვიქნებ. ისევე შენთვის. რა თქმა უნდა, ისევ ჩემთვის, იმიტომ რომ მე გიცხადებ შენ ამ ნდობას. მე გიცხადებ შენ ამ მორჩილებას. შესაბამისად, სულიერი მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა არის ყველაზე საკრალური და ყველაზე ესეთი ახლო ურთიერთობა ადამიანისა, ორი ადამიანისა. შესაბამისად, ცხადია, რომ სულიერი მოძღვრის მხრიდანაც ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ხო, აი ჩვენ ვინ ვიცით ყველაზე საპასუხისმგებლო ადამიანები, ხო, ეს არის თქვა ექიმი, რომელსაც ადამიანის ხორცელი ჯანმრთელობა აბარია, ეს არის მასწავლებელი, რომელსაც ადამიანის ინტელექტუალური განვითარება და აღზრდა აბარია და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სულიერი მოძღვარი, ღვთელი, რომელსაც აბარია ადამიანის უკვდავი სული, რომელსაც ადამიანი ენდობა და ანდობს ყველაზე ძვირფას და ყველაზე მთავარს, რაც ამ ქვეყანაზე გააჩნია. თუმცა მამასაბა, რას თქვენ აღნიშნეთ, ხშირად არ ხდება ესე. თქვენ იდეალური შემთხვევა დახატეთ და სასურველ ვარიანტს ვიძახი, ის რაც უნდა იყოს. და რაც არის სწავლება ეს ეკლესიისა და რის გამოც არის მოძღვრის ინსტიტუტი დაფუძნებული და კიდევ ერთხელ ნათლად გავუსვით ხაზი თქვენ მათთვის ფიქრებს, რომ მოძღვარი არის საჭირო, მაგრამ ხდება ისეც, რომ შეიძლება წლების განმავლობაში დავდივართ ტაძარში, ბეზიარებით, აღსარებას ვამბობთ, მაგრამ აი ბოლომდე აი ისე რაც თქვენ ბრძანეთ არ ვეხსნებით, არ თulit ესეთ მნიშვნელოვან პერსონად და თითქოს ანგარებით ვიყენებთ, გვადგება, გჭირდება, ან ვიცით რომ საჭიროა და ხო არის ხოლმე ძალიან ხშირად მიზეზი იმისაც, რომ არანაირი წინსვლა ჩვენ არ გვაგვაჩნია სულიერი და იგივე ადგილს ვწევთ, ან პირიქით შეიძლება უკან ვიხებთ და არანაირი შედეგი ჩვენ სტადარში სერულს არ აქვს თუ ბოლომდე არ ვეხსნებით მოძღვარს და არ გვგაცნობიერებული აქ თქვენ ბრძანეთ რომ მოძღვარი უნდა იყოს ესე იგი ჩემთვის ქრისტესკენ მიმავალ გზაზე ცხონების გზაზე დამხმარე საშუალება და მიმყვანებელი ქრისტესთან აუცილებლად ასეა ზუსტად ესე არის ჩემო კახა რაც თქვი ხომ არ კი არა ზუსტად ასეა იმიტომ რომ არ გაიზრდები ადამიანი და წინ ვერ წახვალ თუ კი არა ხარ ბოლომდე გახსნილი მოძღვარი ის იგივე ექიმს არ უთხრა ბოლომდე რა გაწუხებს და გიმკურნალობს ისე ექიმმა დიახ გაწუხებს ფეხი და უთხრა რომ გაწუხებს ყური მაგალითად. ფეხი არ უთხრა. შეშეაბარო ან მოუტყო. იმკურნალებს ყურზე და ფეხი დაგჭება ავადმყოფი და ზუსტად ასე არის, რომ ადამიანი რომელიც მედის სულიერ მოძღვართან და იქ რაღაცებს მალავს, რაღაცებს კი გულწევს, ალბათ აი ეს კითხვა რომელიც ახლა დამეშვი ალბათ უკავშირდება გულწრფელობას ასარების დროს, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი თემა. ეშმაკი ყველანაირად ცდილობს გებრძოლოს რომ რაღაცნაირად ბოლომდე არ გაიხსნა, ბოლომდე არ ამოიღო ეს ჭუჭყი რაც უხერხულობას უშლის ადამიანს. შენზე რა ფიქრებს? უხერხული ეს ერთი მხრივ გასაგებიც არის, იმიტომ რომ არავის არ სიამოვნებს, ამით არ დავიწყე რომ ჩვენ ახლა ადამიანებთან ურთიერთობაში ხა იმ ჭუჭყს მალავთ ხო რა ჩვენ გულშია და იმიტომ რომ ხა არავის არ სიამოვნებს კაცო ჭუჭყთან ურთიერთობა ხო, ანუ ყოველთვის ვცდილობთ რომ გამოვიტანოთ ის რაც ჩვენი საუკეთესო ვერსია არის და იმითივე ურთიერთობთ ადამიანებს, ხო და ისაც ჩვენში ცუდია და ჭუჭყიანია, მალავთ და ვცდილობთ რომ მოვერიოთ იმას და მოვიშოროთ, ხო, მაგრამ აი ეგ არის საქმე ზუსტად რომ აი თუ შენ გინდა რომ გათავისუფლდე იმ შენი სიბინძურისგან რაც შენს გულშია, აუცილებელია რომ ეს ამოთქვა
მოძღვრის წინაშე. მოძღვრის როლი გამოთქმა რა, ბუდიში რა რო არსებობს ესეთი გამოთქმა, რომელიც მე თავიდან ერთ პერიოდი არ მესხონდა, მე მივხვდი. ცოდვა გამხელელი ჯობი. თავიდან მეგონა ის სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ბავშვობის პერიოდს გეუბნებით რა, რომ მეთქი რატოა ესე ნათქვამი, რომ მეთქი რატომ უნდა იცოდე ჩემი ცოდვა ყველა მეთქი, ხო? მაგრამ მე მივხვდი რომ აქ არის ზუსტად მოძღვართან გამხელაზე, ახსენებაში გამხელაზე საუბარი, იმიტომ რომ ცოდვა რომელიც ამოითქმება, ცოდვა რომელსაც ადამიანი შეძლებს და თვალს გაუსწორებს, ეს აქედან იწყება პირველ რიგში. და შემდეგ უკვე ამოიღებს გულიდან ის ცოდვა უკვე წელში გადატეხილი ცოდვა, რომელიც უკვე ძალიან დასუსტებულია და ძალიან მალე შეიძლება უკვე ღმერთის წყალობით დაიწყოს. მამასაბა, თქვენ დაიწყეთ საუბარი მოძღვრის პასუხისმგებლობაზეც და თქვათ იმ კუთხითაც, როდესაც ადამიანი ბოლომდე ვერ იხსნება და ვერ აღწევს გულწრფელობას მოძღვართან. შეიძლება ნანობდეს, მაგრამ უხერხულობის გამო ვერ ამბობს. აქ თქვათ მოძღვრის დახმარება რამდენად მნიშვნელოვანია და მოძღვრის როლი როგორი არის და ყველა მღვდელი არის თუ არა მოძღვარი, ასევე ესეც საინტერესოა და როგორ ხდება მღვდლის მოძღვრად ჩამოყალიბება. კარგი შეკითხვა, ძალიან დიდი მადლობა. მე რამდენადაც ვიცი, საბერძნეთის ეკლესიაში მაგალითად ყველა მღვდელს არაძლევენ მოძღვრობის უფლებას, არაძლევენ აღსარების ჩაბარების უფლებას, ანუ იქ არჩევენ რა ადამიანს, ვისაც ამის უნარი, ნიჭი და შესაძლებლობა აქვს გამოცდილება უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა. ასაკიც შეიძლება ხო ითვლებოდეს გამოსაკვირველო ყოველთვის ყურადღება. იგივე ხდება ათონზეც, რაც ვიცი ზუსტად. კი ბატონო. ჩვენ პავლე მოციქულის გვეუბნება და გვაფრთხილებს ამასთან დაკავშირებით, რომ ნუ ყოველნი მოძღვრით, ანუ რამე თუ ამისთვისო უდიდესი საჯელი შეიძლება მიიღოთ. მაგით როგორი საშიში გაფრთხილება არის. ფრთხილად იყავით, ყველანი ნუ მოძღვრობთ რა. და ყველანი ნუ ქადაგებთ, ყველანი ნუ ხართ მასწავლებლებიო. იოანე ოქროპირის გვეუბნება ადამიანი, რომელსაც ჯერ კარგად არ აქვს შესწავლილი ეს სულიერი გზა, რომელზეც სხვაც უნდა ატაროსო, ხო? ჯერ მოწაფეაო და მასწავლებლობას უნდა იბრალებსო ყველათ. ეხლა ეს ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა რა, რომ ალბათ ეხლა დღეს ჩვენ მეც მათ შორის ალბათ ეხლა სასულიერო პირების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოწაფეებად ვითვლებით, მაგრამ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ რაღაცა ვკადნიერდებით, რომ მოძღვრებიც ვიყოთ და სხვებს რაღაცა ჩვენი რაღაცა თუნდაც მცირე რაღაც გამოცდილება გაუზიაროთ. ეს ალბათ ის ამბავია რა, უძაღლო ქვეყანაში რო კატებს აღებებენ, მაგრამ თავარი ალბათ ის არის, არ ვამბობ თავდაბლობით, აი მე მართლა ესე ვთვლი რა, იმ რაღაც დრო გადის სხვათა შორის. უფრო და უფრო ხვდები მე ამას, რომ ეხა ეს თავიდან საწყის ეტაპზე მეგონა ჩემობლობისა, რომ რაღაცა ვიცოდი და რაღაცა შემეძლო, თორე რაც დრო გადის, ვერთ ისე ალაგებს და ისე აწყობს შენ ცხოვრებას რა, რომ ნელ-ნელა ხვდები, ეხა ღმერთს ხომ უნდა რომ შენ გაიზარდო სულიერად, ხო? ხვდები რომ ჯერ ამდენი გიკლია აი თავს რომ ვადარებ მართლა იმ მოძღვრებს, ვისაც მართლა მოძღვრები ერქვათ, ხო? ახლა ვინ ახარ, სად ახარ, ჩარჩენილი, ხო? თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც შენ დასვიეს შეკითხვა, იმიტომ რომ არ არის ადვილი, აი სწორედ ამითი დავიწყეთ ჩვენ ხო საუბარი რა, რომ მოძღვრის შერჩევა. იოანე ოქროპირი გვეუბნება და გვაფრთხილებს, რომ დააკვირდი მოძღვარსო. იარეო ეკლესიაშიო. მოისმინე მისი ქადაგებები. მერე დააკვირდი მისი ცხოვრების წესსო. ჩვენ ამის უფლება გვაქვს, ეს არ არის კადნიერება და თავხედობა. დააკვირდი მისი ცხოვრების წესსო, დააკვირდი როგორია ის ოჯახშიო და ოჯახთან ურთიერთობაშიო. დააკვირდი როგორია ეკლესიაშიო, როგორ ცხოვრობსო. რამდენად შეესაბამება მისი ცხოვრების წესი იმას, რასაც ქადაგებს და ლაპარაკობს. და აი, როდესაც კარგად მოისმენ და კარგად დაუკვირდები ამ ყველაფერს, მე იმასაც დააკვირდიო, რამდენად შენს ენაზე ლაპარაკობსო და შენთვის გასაგებად საუბრობსო. იმიტომ რომ მისი სიტყვაო შენს გულში უნდა შევიდესო და შენს გონებაში ბოლომდე. აი, როცა დარწმუნდები, რომ ნამდვილად ის ადამიანიაო, ვისაც შეგიძლია ამდო შენი ყველაზე ძვირფასი საუნჯეო შენი სული. აი, მე როგორ კეთილინები ღუზა ჩაუშვი და დაემორჩილე მასო. ნახეთ, დაემორჩილო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოძღვართან მორჩილება და მოძღვართან გულწრფელობა. სხვა შორის აი ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის სასულიერო პირი დაუღუპია მოძღვრობას. სასულიერო პირი. ისე ბარებადგან ესახსენეთ, ისე თქვა, თქო შეიძლება არის ის, რომ მოძღვრებით აბარებენ ახსარებენ და პატრიარქსაც ცხადია, ნებისმიერ აღნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ მოძღვრს ვაბარებთ, ის წმინდანია და ის უწოდველია. არა, მაგას ვამბობ ზუსტად, რომ აუცილებელია, რომ
მიუხედავად იმისა, რომ შენ სულიერი მოძღვარი ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე არავინ არ გჭირდება, ხო, აუცილებლად გჭირდება. შენ ისევ ადამიანი ხარ, ისევ შენი სისუსტეები გაქვს და აუცილებლად უნდა გყავდეს შენი სულიერი მოძღვარი. მე ესე ვიტყოდი რა, რომ მოძღვრისთვის 1000 მაგად კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია ეგ, რომ ყავდეს თავის სულიერი მოძღვარი, ვისაც ანდობს თავის სულს და ვისგანაც ის აუცილებლად მიიღებს შენიშვნებს და დარიგებს და დაემორჩილება და გაითვალისწინებს ამას, იმიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ნებისმიერ ქრისტიანს ებრძვის ბოროტი ძალა, სულიერ მოძღვარს და მღვდელს 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მეტად ებრძვის, იმიტომ რომ როგორც ნათქვამია წმინდა წერილში უფალი რო ბრძანებს, რომ დავსცემ წყემსიო და განებრინეს მისი ცხოვარნე, ხო, ანუ თუ ბოროტი ძალა ეჭმაკი მოერევა მოძღვარს, ამით ის ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ერთდროულად ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ამ მოძღვარს ენდობა და მათ დეზორიენტირებას და დაგსაქსვას და დაშლას ახდენს და ამიტომ განსაკუთრებული სამიზნეა ეშმაკისთვის ყოველთვის სულიერი მოძღვარი და იმისთვის რომ არ გახდეს მისი მსხვერპლი, ეშმაკის მსხვერპლი სულიერი მოძღვარი, ყველაზე საუკეთესო გზა არის რომ თვითონ ყავდეს თავისი მოძღვარი, რომელსაც ის აუცილებლად ემორჩილება. მამასაბა, არის კიდევ ესეთი გამონაკლისი შემთხვევები, თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან ახლობელი ადამიანი იყოს და ანუ ვეხსნებოდეთ, უნდა იცოდეს ყველაფერი, მაგრამ ხანდახან ხდება გაკერპებაც, აი ამ სიტყვას ვიხმარდე და გეტყვით რას, რომ აი დაუშვათ ჩემი მოძღვარია და სხვასთან აღარ წავალ, სხვას არ ჩავაბარებ, ან ყოფილა შემთხვევა, რომ ეს მოძღვარი სხვა ტაძარში გადასულა, ან გარდაცვლა და მე აღარ დავდივარ ეკლესიაში, იმიტომ რომ მოძღვარი აღარ აქვს. აი ესეც და მოძღვრის პრეროგატივად რამდენად რომ აუხსნას, რომ ყველა არის ქრისტეს მრევლი და ქრისტესთან მიყვანაში ეხმარება მოძღვარი და არა კონკრეტულ მოძღვართან, იმიტომ რომ არაერთხელ მომისმენია, რომ ჩემი მოძღვარი გადაიყვანეს, ან ჩემი მოძღვარი გარდაიცვალა და მე აღარ დავდივარ ტაძარში და ეს ვფიქრობ, რომ ძიმე შემთხვევაა და მათ შორის თუ გარდაიცვალა, მას ძალიან ცუც უკეთებთ ამით და კარგს არაფერს არ უკეთებთ. აბსოლუტურად მართალია, აბსოლუტურად მართალია. ყოველი მოძღვარი უნდა აფრთხილებდეს დასაწყისშივე ურთიერთობის თავის სულიერ შვილს, რომ ის არის მხოლოდ შუამავალი. მე მაგალითად ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ამას და ვეუბნები ხოლმე ჩემს პოტენციურ სულიერ შვილებს, როდესაც მოვდიოდი. რომლებიც კაც უამრავი და დილიდან საღამომდე ვაკეში, ესე იგი ხან ქუჩაში და ხან ტაძარში გაქვთ რიგები. ხო და ხან ახალგაზრდები. კი. უმეტესწილად. ყველა ასაკიანი არის, ხო და ყოველთვის ვაფრთხილებ ხოლმე რა, რომ მე ნუ მომეჯაჭვები. მე ნუ მომეჯაჭვები, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მიეჯაჭვი ქრისტეს. შენ თუ მე ქრისტე დაგიჩრდილე, მაშინ მე ცუდი მოძღვარი ყოფილვარ. მე მაშინ ვიქნები შენთვის კარგი მოძღვარი, თუ მე შენთვის გამჭვირვალე ვიქნები და თუ შენ ჩემთან ურთიერთობით ქრისტეს სიყვარულს ისწავლე. ეხლა ბუნებრივია, რომ ეხლა მოძღვრის სიყვარულს ადამიანს ვერ დაუშლი, ხო, ადამიანის ურთიერთობაა და ამ ურთიერთობაში სიყვარული თავისთავად არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვას გადასულია აი ის კი ბატონო, აი ის რა ჩვენ თქვიკახა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემა, მე ესე ვიტყოდი დღეს ეკლესიაში და ალბათ ყველა ეპოქაში, რომ აი მოძღვრის იდეალიზირება და გაკერპება და თქვათ იმის იქით, რომ ვეღარ იყურები და როგორია რომ სხვა მგდელს მადლი არ აქვს და სხვასთან მისვლა არ შეიძლება, ეს არაფერთ არ შეიძლება. ჩემო მოძღვარმა მაზიაროს მაინდა-მაინც. არა, არ შეიძლება. საბრძოლოში გეგონება სხვაზე არ არის. კიდევ არის, ხო, ეხა ეს ეხა მეგობრობა თუ შეიძლება მოძღვარს, რა თქმა უნდა, ალბათ შეიძლება, მაგრამ აქაც დისტანციაა, ხო, საჭირო. ხო, რომ მაინც სხვარია აუცილებელი. რაც არ უნდა მეგობარი იყოს შენი სულიერ მოძღვარი და რაც არ უნდა ახლოს იყოს მასთან და განსაკუთრებულად, ხო? შენ არასოდეს არ უნდა დაგეკარგოს ის ზღვარი. რომ ის არის შენი სულიერ მოძღვარი, რომელიც უნდა გასულის, ხო? და მამასაბა გამახსენდა მაგასთან დაკავშირებით რა, რომ ეს დიალოგი იყო ესე რა ორ ადამიანს შორის რა, რომ ეს ახალგაზრდა ეუბნებოდა ასაკოვანს რა, რომ როგორ მოგმართოთო რა, რომ შენობითო თუ თქვენობითო და ესეთი კაი პასუხი გასცა იმან რა, რომ იცი რა ქენიო? შენობით მომართეო, მაგრამ თქვენობით მე ურთიერთობ. აი ესეთი ურთიერთობა უნდა იყოს სულიერ მოძღვარსა და სულიერ შვილს. უფრო შენობით მიმართავთ. მაგიტომ, მაგრამ თქვენობით ხო ურთიერთობები, მაგრამ და მოგძელები. ხო და ამაზე ლაპარაკი ზუსტად რა. ეგრე ქართველი კაცი მეფესაც შენობით მიმართავდა, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაბედავდა რომ თქვა რაღაცა შეურაცხყოფა მიაპირიქით, უდიდესი მოგზაურობა ჰქონდა და პატივისცემა. ეს უნდა იყოს მოძღვართან, შეიძლება შენ იყო გაშინაურებული ბოლომდე, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ეს არის ქრისტეს სახე შენ ცხოვრებაში რა და ესეთი პატივისცემა უნდა გქონდეს და კძალვა. მამასაბა, ერთი საკითხი კიდევ აი შეიძლება
არ იყოს ეს არც მოძღვრის პრობლემა, არც კონკრეტული ადამიანის, მაგრამ ხო ხდება ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც რაღაცა ურთიერთობა ვერ შედგება ხოლმე. ორივე კარგი ადამიანი იყოს და ეს პრობლემა ხშირად არის, რომ ადამიანი ვერ იხსნება მოძღვართან და შეცვალოს აუცილებლად. ამის გამო წვალობს და გონია რომ არ შეიძლება შესვლა, ვერცევნება, ასევე საუბარი რო უთხრა არ ეწყინო სხვაგან რო წავალ და კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ შეიძლება თუ არა და ცხადია შეიძლება დაახსნათ რომ გამოიცვალოს მოძღვარი და საჭირო თუ არა რომ ესეც თუ რაღაც ბარიერი აქვს რომ უთხრას რომ მე თქვენთან ვეღარ ვიქნები და წავიდე და შეიძლება სხვა რომელთანაც უფრო გაიხსნება და სულიერად განვითარდება გადავიდეს მასთან. აქტუალური და მტკინეული საკითხია ნამდვილად კახა. აი მე სხვა შორის ასეთ შემთხვევებით მინახავს და უფრო ხშირია ხოლმე როგორი ვარიანტები. იცით რომ მაგალითად ოჯახი დადის ერთ მოძღვარს. დედა, მამა, პატარა შვილები, ხო? ეს ბავშვები ნელ-ნელა იზრდებიან. ასანა პატარები არიან, ჩვეულებრივად მიდიან, ეტყვიან დედა გაუბრაზე, მამა გაუბრაზე, ის აზიარებს რაღაც, ხო? რაღაც ბავშვური აღსარებები. შემდეგ ხშირად მინახავს მე ესეთ შემთხვევები, როდესაც იზრდებიან ეს ბავშვები, უკვე ყალიბდებიან, მათ ეცვლებათ უკვე თავიანთი მსოფლმხედველი რაღაც აზროვნება ყველაფერი. და ორი ვარიანტი, ან ისე ვაგრძელებენ იმ ბავშვურ აღსარებებს, უკვე 15, 16, 17 წლის ადამიანები. და ისე დედა გაუბრაზე, მამა გაუბრაზე შეუბნევიან ხოლმე და რაღაცა ის დამეზარა და შემთხვევით რაღაცა არასამარხო შევჭამე, ანუ აი ესე შემოიფარგლება ხოლმე. არა და იმათ გონებაში უკვე მთელი რევოლუციები ხდება და მთელი ამბები ხდება, კი და პიროვნებაა უკვე. ხო და ან აი ესეთი რამე რჩება და აგრძელებენ ისე ამ ურთიერთობას და თავის მოტყუებაა ეს ყველაფერი. ან თუ არა და ხდება ხოლმე ისე რომ უკვე უხერხულობას გრძნობენ, უკვე გრძნობენ რომ ერიდებათ. ანუ გრძნობენ რაღაც იცით რომ ეს მისი არჩეული მოძღვარი არ არის შეგნებულ და გააზრებულ ასაკში. ეს არის მოძღვარი რომელიც დედამ ან მამამ აურჩია თავის დროზე როცა პატარა იყო. და გრძნობს რომ ის სიახლოვე არ არის მათ შორის რაც უნდა იყოს. ან შეიძლება ის რაც შენ თქვი კახა რომ თქვა გაშინაურებული ძალიან ბავშვი თავიდანვე უყურებს როგორც რაღაცა ოჯახის წევრს ბიძიას რაღაცა რომელმიც ბავშვობიდან იცნობს მას და ერიდება, ეუხერხულება მასთან გახსნა ისეთ თემებზე რომელიც აღსარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ხო და ვერ იხსნება. არის ზოგიერთი რომელიც ლახავს და იხსნება ამას ყველაფერს, მაგრამ ზოგი ვერ იხსნება. ესეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ აუცილებელია რომ მან თვითონ მოიძიოს ის ადამიანი ვისთანაც გაიხსნება და ის მექანიკური, ხო? აუცილებლად. კი და ეს უკაცრავად აი თუ შეიძლება დავასრულებ ამასთან დაკავშირებით რა რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ მორიდების გამო სხვა შორის სამწუხაროდ არის ესეთი ფაქტებიც რა რომ ზოგიერთი მოძღვარი თვითონ ებღაუჭება ის საკუთრებს ამა თუ იმ მრევლის წევრს და თვითონ აუხერხულებს მას რომ არ წავიდეს მისგან, იმიტომ რომ რაღაცა მისი თავმოყარეობა ილახება ამითი, ამ თქვათ რაღაცა განსაკუთრებულად უყვარს და ვერ ელევა არაფრით არ შეიძლება. ეს აი არაფრით თვითონ მოძღვარმა არ უნდა მიიჯაჭვოს. მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე მრევლსა და ალბათ ესეა სწორი რა რომ არჩევანის კომფორტი გაქვთ თქვენ. ჩვენ ვართ თქვენი მსახურები. თქვენ ირჩევთ ვისთან გინდათ, ვისთან არ გინდათ რა. რაღაც მომენტში თუ შეატყეროთ ჩემთან სულიერად ვეღარ იხსნები, ვეღარ იზრდები, ვეღარ იღები იმ საზრდოს, რომელიც შენ აუცილებლად გჭირდება, ხო? ან რაღაცა საერთო ენა აღარ გვაქვს ერთმანეთთან, აუცილებლად წადი, აუცილებლად გამოცვალე, ოღონდ მითხარი. ჩამაყენე საქმის ყურში, რომ მე არ ვიდარდო, რომ შენ ეკლესიის გარეთ დარჩი რა, მითხარი, რომ აი აქ მივდივარ და ჩაო, დაგლოცავ, გაგიშვი. და ესა დაუცილებლად. საკითხი რითიც გვინდა რომ ამოვწერო დღევანდელი თემა, შეიძლება რომ თვალთ იყოს საჭირო პასუხი, მაგრამ იქნებ მოკლედ რეზუმე გავაკეთოთ. აი ესე დავარქმევდი, როცა კურთხევას გამოვძალოთ ხოლმე მოძღვარს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოძღვარმა მოთხოვე ჩვენი სულიერი ცხოვრება, გვასწავლიან წმინდა მამები, მათ შორის თანამედროვე მამები, რომ მოძღვარს თუ ჩვენ ისე აღვიქომთ, როგორც უნდა იყოს, მოძღვრის პასუხი ეს არის ღვთის კურთხევა, ღვთის დელოცვა და ჩვენ გამოვძალ, რაღაცა მინდა სიტყვას გეკითხებით, მაგრამ მე რაც მოწყობს, გეკითხებით, რომ ის პასუხი მივიღო. ან თუ არ მოწყობს, არ გავაკეთო. აი, რამდენად სწორია და თქვენ მორჩილება რო აღნიშნეთ წეგან მოპირობო მორჩილება იონე ოქროპირი მოიყვანეთ მორჩილება და მონობა შორის ზღვარი გამიჯნო და ამ შემთხვევაში რა ხდება რომ მე თქვენ კითხეთ მომეცით მაგრამ თუ არ მოწყობს არ გავაკეთე და თუ მოწყობს მარტო იმას გავაკეთე კურთხევას კიდევ რაზე ვიღებთ ხა ყველაფერზეც არ შეიძლება რომ მოძღვარი შეაწუხო ალბათ ხო რაღაც თქვა დილით რა მივიქვა და საღამოს რომ ალბათ მართლა ცალკე გადაცემის თემა მაგრამ ვეცდები რომ მოკლედ გითხრათ ეხლა დავიწყოთ და ვერ გამიწევთ დავიწყოთ და დავაპაუზოთ ხო ნახე როგორი რაღაცა კურთხევის გამოძავლა რა თქმა უნდა ძალიან ცუდი რაღაცაა, იმიტომ რომ ეს როდესაც ადამიანი აი ისე იქცევა როგორც ამბობდი ახლა ხო, ეს პირდაპირ ნიშნავს იმაზე რომ არ აქვს მას სწორი ურთიერთობა თავის სულიერ მოძღვართან და თავის მოძღვარი თვითონ არის.
და მოძღვარი ჭირდება უბრალოდ იმისთვის, რომ დაუდასტუროს, რომ ის რასაც თვითონ ფიქრობს, მართალია. და თუ იმას არ დაუდასტურებს და შეეწინააღმდეგება, მაშინ არ უნდა და შეიძლება დაუპირისპირდეს კიდევაც. ეს არ არის სულიერ მოძღვართან ურთიერთობა. ამას გაუსის სწორი თავიდანვე მე ხაზი, იმიტომ რომ აუცილებელია მორჩილება სულიერი მოძღვრისას. ხვანაირად უბრალოდ ადამიანის სულიერად წინ ვერ წავა, ვერ გაიზრდება. უნდა იყოს გულწრფელი ეს ურთიერთობა, უნდა იყოს ნამდვილი ეს ურთიერთობა, უნდა ენდობოდე შენ სულიერ მოძღვარს. შენ სულიერ მოძღვარს არ ენდობი, შენ თუ იმას ეჭიდავები, შენ თუ მისი არ გჯერა. მაშინ უთხარი პირდაპირ კაცო, აი ამაზე ვსაუბრობთ ახლა რა, რომ ახლა შენ არ ახარ ის ადამიანი, ვისაც მე ამ ხელოვნებას უნდა უცხადებდი და მოდი რა მე შევცვლი რა. და წავალ სხვაგან წავალ კაცო. კი, შეიძლება რაღაცა გული ეთქინოს მოძღვარს, შეიძლება მტკინეული იყოს, მაგრამ აუცილებელი იყოს ეს, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ თავის მოტყუება გამოგივა შენს და მოვატყუებს სულიერ მოძღვარსაც, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ წინ ვერ წახვალ ვერანაირად. მაგრამ მეც ვერ მოვატყუებთ, უფალს ვერ მოვატყუებთ. მეც ვერ მოვატყუებ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. დეკანოზი საბაჭი კაიძე გვესაუბრებოდა.